ძალიან ლამაზი სოფელიაო, კარგი ხალხიაო. შენ თუ არ გინდა სხვა რამეს მოიფიქრებს? არა, რას ამბობთ? ეს ის არ არის, რასაც შენ იმსახურებ, მაგრამ ცოტა ხანს იყავი მან და მე მოიფიქრებთ რამეს. კარგია. მერტმა დაგლოცავს. როდის მიემგზავრები რომ მიწოდე? ხვალ დედიდან მეუწმენდეს. ღმერთმა გაგაძლიეროს. გიორგი, მე სულ ვიხსენიებ ელენეს ლოცვებში. არ გეგონოს რომ ავიწყდება. მადლობა უწმენდეს. გადაგვანაწილეს მამა. კი არა, გადაგვანაწილეს ვალიდო. გადამანაწილეს. ხო მამა, მაგრამ მე ჩემოდანი ხო არ ვარ. ეს გადამანაწილეს. არა, ჩემოდანი არა ხარ. არა, სისულელევქენი რო დაგიჭირე. არ უნდა წამოგეღო ამდენი ბარგი, ძლივს დადის მაგალ. გასვერჩი მამა, ჩვენივრად არის. და კი, მაგრამ სოფლის გადასახვევია დიდი აღმართია მომეწრაზე. თუ ვერ ავედით, ვაი შენი ბრალი. ინგოშენია. მე ჯეიმს ბონდი ვარ. რა, არა? კი, როგორ არა? ხო, მართლა მამა, მომიყევი ახლა, ხო შემპირდი გეტყვიო. როგორ გადაიღეს ისტამბულში? მოტოციკლეტების გონკაობა სახურავებზეო. ჯეიმს ბონდშიო. რა, ახლა არ შემიძლია რა. კაი რა მამა, ასე იცი სულ არასდროს არაფერს არ მიყვები ხოლმე რა. მე არ გიყვები არაფერ, შეუსინდისო შენ რა. ისეთი ჭორი გადახარა, ყველაფერი გაინტერესებს. ამდენი ახსარება მიღებული, რომ გამოდივარ ხოლმე გადაღლილი და მაიძულებ 1000 სისულელეზე გახსნე პასუხი. აცი ნახავ თუ მოგიყვები რამეს. აი, ხო, ნუმერაზდები ისე. აუ, ისე თქვა. კაი რა. შენ ხო კაი მამა ვარ. ჩემი კაი მამა ვარ. ეს ალბათ ასმათია. ასმათი, ხო? დიახ. დამლოცე მამა. როგორ იმგზავრეთ? მადლობა, კარგად. ეს ვალიგო ამორჩილი. ეს ასმათია, ჩემი მესამთლე. გამარჯობა. ვალიკო. კაია. ჩვენი სახლი სად არის? აი აქვეა, სოფლის დასაწყისში. რამდენი ხანია რაც ღვთისმსახურება არ ყოფილა? რაც მამა ანდრია გარდაიცვალა. ზე იქნება 2 თვე. ერთმა ასხონოს. მოვალა გობარგი მამა. დაიწყე ნენელა. აქეთ მამა.
რა ვიცი, დავტოვეთ ასე. მამა ანდრიას გარდაცვალების შემდეგ ხელი არ გვიხლია. აქ მამა ანდრიას საძინებელი იყო. მე იქ დავწევი. კი ბატონო. როგორც ინებებთ. ბევრს მუშაობდა. ხატებს წერდა. მარიამ მოგებთელი. ხო. დაძექი ახლა ბოლოს და ბოლოს აქცირს. პრიანიკი არ ვჭამოთ მამაო. გიჟდები პრიანიკზე. ამ გადაგრია ამ პრიანიკზე. ამ ბავშვთა სახლში არ გაჭმევდნენ თუ რა არის? პირიქით მამაო, სულ ამას მაჭმევდნენ და მივეჭვი. მამა გიორგი. მოგზავნეთ? წონდებოდეთ მამა. გამარჯობა. ეს ჩვენი რეგენტია ალექსანდრე. ჩვენს მგალობლებს ხელმძღვანელობს. თქვენი გაცნობა უნდოდა და სასიამოვნოა. სუდუროს მოვედით მამაო. მიირთმევდით. ასამოთ. შემოგვერთით. ანა, დიდი მადლობა. ისა ერთი წუთით შემოვიარეთ. მიდოდა მენახეთ. მეც ვერ დავრჩები მამაო. ქმარს უნდა მივხედო. გაჭირს. ცუდად არის მამაო. ლოგინა და აი. ვერც მაგაგაძლიეროთ. ვერ მას დაგვეწვეთ ჩეზე. თან პრიანიკებსაც გაჭმევთ. ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მათი სადაც ამართავნი განისვენებენ. ჩემი ქმარი სანამ გარდაიცვლებოდა. მოკლედ სიკვდილის წინ მომინდა რომ ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი. კვდებოდა და კიდევ ეს სიმძიმე. მეც ვფიქრობ, რომ სიკვდილის წინ ქმრისთვის არ უნდა გეთქვათ ხალათობდი. მანამდე უნდა გეთქვათ. ესე უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ გეღალატოთ. რა თქმა უნდა, მამაო. არ მეპატიება, ხო? თავარი სინანულია. თუ გულს ფელი სინანული გაქვთ, გეპატიებათ. ადეთ. თავი დახარეთ. მამაო. დიახ. ჩემი მეუღლე ხომ სულია ახლა. ანუ ყველაფერი იცის უკვე. კი. შეიძლება ითქვას, რომ კი. სულ დეტალებში, მამაო. მაგდენი არ ვიცი. კეთილან. მე მგონი იქ ყველაფერი სხვანაირად აღიქმება. გაწყდა კაცო ეს ჭიაყელები. გადავირია ვერცერთი ვერ მიპოვე რა. არ გინდა მეთქი ეს ჭიაყელები. ამაზე უკეთესად მოდის. ვერ გაიგე?
გაიცი ახლა მამაო ესა. ღვთისმეტყველება ხო არ არის? ნუ გაიძლიგე შენ ახლა. ვიცი. ბავშვობაში მასწავლე. ვინ გასწავლა? აი, რა მნიშვნელობა აქვს? აქვს მამაო, რომ ეთქვი ვინ გასწავლა, მერე დავადგენ იცი თუ არა. შენ დაადგენ, ხო? უცხინს მამაო, ღვთისმეტყველება ხო არ არის? თევზაობა. უბრალო ხალხის საქმე უფროა. დები. სულ როგორ ვწდები მამაო რა. ურტყამს მამაო. მოკაჩე მამაო, ურტყამს. მოკაჩე მამაო. ალია. 2 საათია უკვე აქ ვარ და ერთი თევზიც ვერ დავიჭირეს რა. თევზაობისას ყველაზე მთავარი მოთმინებაა. ვიყოთ და ვიждდე და ვითფინოთ მაშინ ასე უსასრულო. ვიждდე და ვითფინოთ. ისე მომკალი და მაინც ვერ ვიგებ რატო არ არის ცოდვა თევზის ჭერა. ცოცხალი არსება ხოა. ხო უკლავთ. მამაო. ეხლა მეზარება, მე რეაგიხსნი რა. მოკაჩე მამაო, მოკაჩე! მოკაჩე მამა ურტყამს. მამაო, არ თქვა სათევზაოდ რომ ვიყავით და ვერაფერი ვერ დავიჭერეთ. გაგცინებენ. გამარჯობა. გამარჯობა მამაო, როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობა. გაიხარეთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია ღვთისნებით აქ რომ აღმოჩნდი. ბედნიერი ვარ ეკლესიაში რომ დადიხარ და იმედი მაქვს ცოტა ხანში უფრო შემოგემატებათ ხალხი. და კიდევ ერთი რამ. ჩვენ ჩამოვიდარეთ კინოს გამშვები. კინოპროექტორი. და კიდევ ძალიან ბევრი ფილმი დისკებზე. ვიცი რომ კინოთეატრი არ გაქვთ, არც ინტერნეტი. და მგონია რომ თუ კი რამე კინოთეატრის მსგავს გავაკეთებთ, ყველასთვის სასარგებლო იქნება. ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანია სულიერებისთვის. ჩვენ ძირითადად ჩამოტანილი გვაქვს ძველი კლასიკა. ყველა ხელოვნების ნიმუშია. ერთადერთი რაც გვჭირდება, უნდა მოიძებნოს რამე შენობა. დარბაზის მსგავსი. თუ რა თქმა უნდა, თქვენი სურვილიც იქნება. ძალიან კარგია, მამაო. სურვილი კი არა, არანაირი გასართობი არ არის ამ სოფელში. გაგიჟდება ხალხის სიხარულით. ძალიან კარგი. აქ არის ერთი ცარიელი საწყობი. ჩვენი თანასოფლელის იყო. ქალაქში წავიდა საცხოვრებლად და მიატოვა ეს. კი, შეიძლება გამოდგეს. მანახეთ ხეს, კარგი? კი ბატონო. ბედნიერი. დავით. ასეთი ფიქრები შენს ასაკში. ყველას აქვს. მეც მქონდა. უნდა ეცადო კონცენტრაცია, სხვა რამაზე გააკეთე. ვერ ვახერხებ, მამა. უნდა ეცადო. ლილი, მუსიკის მასწავლებელი სუმიბრასდება. ვერ ვიმახსოვრებ ვერაფერს და რა უკრავ მეშლები. სახაზოს მირტყავს თითებზე სულ. ტკივა თითები. აი მამა. კარგია. წერის კამერა დაგჭირდება. აქ ჩამოგიდევთ ეკრანს. ცოტას მიასურთებთ ახალგაზრდებს და კინოთეატრის დათარი. ყველაფერს გავაკეთებთ, მამაო. ხალხის დაგვეხმარება. ელექტრობა თუ არის ნეტავი? კი, სადენებია აქ. შვენიერია. აგარია.
რათან მიმდევრობით უნდა ვაჩვენოთ, მამაო? პირველი რას ვაჩვენებთ, ხო იცი მნიშვნელობა? მამაო. ვაი. ვერ შევამჩნიე რომ ლოცულობდი. ოდიში, მამა. ოდიში. ვიძახე ახლა ათაჯერ, ბოდიში. ყოველდღე ვლოცულობ, ალიკო მე. ხდელი ვარ. ვიცი, მამა. მე? ყოველთვის რატომ მელაპარაკები ლოცვის დროს? სულ რატომ გავიწყდება? სულ ასე გელაპარაკები ლოცვის დროს? კი. მე მეგონა პირველად მოხდა. არა. სულ ასე აკეთებ. ყოველთვის. ვაი. მოკითხე ახლა რას მეკითხებოდი? არაფერს, რომელი ფილმით დავიწყოთ თქო. ალბათ კასაბლანკათი. ან ჯარში მხოლოდ ქალიშვილები არიან. ჯარში მხოლოდ ქალიშვილები არიან აჯობებს. რატო ერთი ექსპერტო? იმიტომ რომ სასაცილოა. თან მერლინ მონრო თამაშობს. კაცები გიждდებიან მაგ ქალზე, მამა. ისე მერლინ მონრო შენს კი მოგწონს. სისულელეების ლაპარაკს მოეში ახლა შენ. რატომ ხდება მსახიობი ქალი რომ მოწონდეს არ შეიძლება? ისე. უძელს. ო, თან უძელ მონაზონს. რატომ ხდება მონაზონი ადამიანი არ არის? უბრალოდ მოწონდეს შორიდან. ახლა თავი დამონაკლე. დავიწყოთ იმით. ჯარში მხოლოდ ქალიშვილები არიან. მაგარია. ასმათ. შეზახეთ იმ არანორმალურს. გეყოფას არის ეკვა თქო. კაი, მამა. რა გჭირს? მოწყენი ხარ, მამა? მითხარ ერთი რა. რო იწყებ, რატომ არასოდეს არ ამთავრებ? გიждდების არის რეკვაზე და მავიწლება დამთავრება. ძალიან სიამოვნებს. და დიდხანს რომ როგორ რატო უწოდი? მოგმეს. არა უკვე ვეღარ ბრაზდები შენზე, იცი? არანაირი აზრი აღარ აქვს. Running wild, lost control. Running wild, mighty bold. Feeling gay, reckless too. Can't remind all the time, never blue. Always going. ისე ამდენი ხალხი წირვაზე ერთად ის მამა. მოდა ეს ხალხი კინოში თუ ის მე წირვაზეც მოვა. მის მასერმონი. ჭვიან მამა ხარში. All alone. ეხარია თავს რომ მოგავთ. ესე იგი მოგეწონათ. კი, მამა, ძალიან. ძალიან მეხარია. რამდენს გქონდათ ნანახი ეს ფილმი? ესე იგი სწორად გვიჩვენებია. თუ რამე შეკითხვა გაქვთ, გისმენთ? არა, ფილმი მაგარია, მამაო, მაგრამ ეს ქალის ტანსაცმელი რო აწვეთ ამ კაცებს. ეს ნორმალურია, კარგი საქციელია. რატომაც არ ვცვიათ ხო ვიცით, არა მაფიოზებს ემალებიან. კი არ სიამოვნებთ. არა, ეგ გასაგებია, მამაო, მაგრამ ისე მაინტერესებს. საერთოდ ქალის ტანსაცმლის ჩაცმა ხო არ არის კარგი? ხო არ არის ქრისტიანული საქციელი?
მორწმუნე კაცმა ხო არ უნდა ჩაიცოს ქალის ტანსაცმელი? რას მოდავ შენ, კაცო? რა შეკითხვა ახლა ეს? შენ ხომ არ გინდა თვითონ ჩაიცვა ქალის ტანსაცმელი? შენ ახლა წესიერი ალპანაკი გაიგე. მოკლედ ეს ფილმი ადასტურებს, რომ კომედიაც შეიძლება იყოს შედევრი. ეს მერლინ მონრო ცოტა ლილის გავს ჩვენი მუსიკის მასწავლებას. კი, ცოტა გავს. სად არის ახლა ქალბატონი ლილი? აქ არის? არა, მამაო, ეგ ისეთი გაპრანჭული ყავს, რომ ასე ადვილად ვერ გამოიყვან მაგას სახლიდან. მე არ გინდა შენ ეგეთი ლაპარაკი რა. კარგი, რა თამას ცუდად არ მithქვავს. არ გინდა მეთქი რომ გეუნების გაპრანჭული არა ისე. მაიცა რა. რა გაჩვენოთ ხალხო? მე ძალიან მიხარია რომ დარბაზი შევისო. საღამოობით გაჩვენებთ ხოლმე კარგ ფილმებს და იმედი მაქვს რომ მოხვალთ. აბა რა მამაო, მეტი გასართობი არცაა სოფელში. ასევე იმედი მაქვს რომ მოხვალთ ეკლესიაში. გთხოვთ იარეთ წირვა ლოცვაზე. ეს ძალიან კარგი იქნება თქვენთვის. ოჩახ მამაო, ოჩახ. დამაჭერინე რა ხეში მამა. მოხსენეთ როზე. რა ხელა მამაო. ამ ხელა არ არის, მაგრამ პატარა სანამ. არა, დიდია მამა, დიდი. კიდე ჩააგდი ანკესი მამაო, წამოვიდა თევზი უკვე. არა, გვაგვიანდება, რომელი საათია? უი ხო, კაი, წავალ მე ზარი უნდა დავრეკო. ამებს ავიღებ მამა. ხო, კაი, წადი და მეს მოვა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მამაო. ზანდებოდეთ. თქვენ ლილი ხომ არ ხართ? კი? საიდან იცით? არა, უბრალოდ გუშინ ფილმი ვაჩვენეთ და თქვენმა თანასოფროლებმა თქვეს მერლინ მონროს გავს ჩვენი მუსიკის მასწავლებელი ლილიო. რა კარგია. ესე იგი მართლა უგავარ, თუ მიცანით. ასე გამოდის. არა, მართლა გავხართ. მიხარია. ეკლესიაში რატომ არ ხედავთ? ვაპირებ მასლას, მამაო. ძალიან კარგი. ნახვამდის. ნახვამდის, მამაო. ახსარებები გააქვთ მამაო ახლა? კი, ასმოთ. გიждები ამ ხედზე. თან იცი რას დავაგვირდი? აქ უფრო გახსნილები არიან. აქ როცა მაბარებენ ახსარებას, თითქოს უფრო გულწრფელები არიან ვიდრე ეკლესიაში. რა უცნაურია. რატო ნეტა? აი რატო ეგამის? ალბათ აქ ბუნებასთან უფრო ახლოს არიან და უფრო აღიქვამენ უფლის არსებობას. და ეკლესიაში უფრო არ უნდა აღიქვავდნენ? ეკლესია ხო ღვთისმსახლია. რამდენ ხანში დაამთავრებთ ახსარებებს მამაო? არ გისადილიათ და როდის გავშალოთ ტრაპეზიო ქალებმა? ვინ ქალებმა? ჩვენი სოფლის ქალებმა, რამდენიმე ქალი გვეხმარება. რა კარგია რომ გვეხმარებიან. იღლები შენ ძალიან, იმდენი საქმე აქ კიდე. არა, რას ბრძანებთ მამაო? ანუ ზუსტად არ იცით. რამდენი კაცია? 6-ია მე მგონი. საათზე მეტი დამჭირდება. კარგი მამაო. თან თქვენი დაჭერილი თევზი შევზეთ. გონი წინა ფილმი უფრო მოწონდათ მამაო. შეიძლება. ეს კომედია იყო და რეაქციები ალბათ უფრო შესამჩნევი იყო შენთვის.
შეიძლება. ო, მერლინ მონა მოვიდა. ლილი. აი აქ არის ადგილი. მართლა გვანებია ეს მერლინ მონას. ჯუმად კაცო. რა იყო რას ვამბობ ესე? მეყოფა მეთქი. ნუ ტრამამ დისკებს მაგიდაზე რა ძალიან ხო. ნელადადე. კაი მამა. და ნუ ჭამავდნენ პრიანიკს გასუქდები შენ. არ გავსუქდები. ისე იქნებ დიდი რეჟისორი დაკარგა კინო. ვიზნებო. შენზე მამა. უფ. აი ყო თლათ ვერ ვიგე. არა მამა. მაგარი მღვდელი ხარ, მაგრამ მაინც რატო დაანებე თავი რეჟისორობას? ჯერ ერთი რეჟისორობას არა. არ ვიყავი ჯერ რეჟისორი. სტუდენტი ვიყავი. მეოთხე კურსის. ხო. ანუ გლობა გადაწყვეტე. გლობა კი არ გადაწყვეტე. ეკლესიაში ყოფნა მომინდა. ისე როგორც ადრე კინოში მინდა და ყოფნა, უფრო მეტად მომიდა ეკლესიაში ყოფნა. ეს იყო სულ. აჰა. რა უქნათ, რა ვაჩვენოთ, მამა? ეხლა მაღაზია ფიქრის თავი არა მაქვს. ძალიან დაღლილი ვარ. ხალდილით გეტყვი, კარგი? კაი. ისე ის ქალი მართლა გავსწორდა მერლინ მონროს. ცოტა გავს. მე მომწონს კაი ქალი. გეყოფა ეხლა მაღაზია ლაპარაკი. კარგია თუ მოგწონს. იქნებ დავჯახთ. მამა უცოლი არ მინდა დამანებეთა. ითუმეტეს ასეთი. ასეთი როგორი? რაღაცნაირი ქალია მამა. მაგი ისეთია დამჩაგრავს. კი, ალბათ დაგჩაგრავს. ერთი თავსოფრიანი, საწყალი ქალი გინდა შე. ხო, ძალიან საწყალი მე რო დავჩაგრო. დილამშვიდობისა, მამაო. დილამშვიდობისა. კარგია რომ მოხდი. კაია, პირველად არის ეკლესიაში. მადლობა უფალს. ახსენების თქმა ხომ არ გინდა? ჯერ არ ვარ მზად, მამაო. მაგას ამოვზადება ჭირდება. წადე. არა, სხვა დროისთვის იყოს. უბრალოდ ისე მიდავი არა ხოლმე. და რა ვქნა? დილას აღამოს ლოცვები იკითხა. ლოცვების წიგნი გაქვს? არა, მამაო. აი ასმათი მოგწევს. წამო. მადლობა, მამაო. წირვაზე გელოდები ხვალ. Asterius Charlie Chaplin. Charlie Chaplin კი არა, Charlie Chaplin-ის პერსონაჟი. ხო რა, გამიშველება. არ გენდერესებს კინო?
როგორ არა მამა? ჩემი ქმარი ვერ არის კარგად. რას ნიშნავს ვერ არის კარგად? კვდება მამა. ასალო. რაიც რომ კვდება? არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ კვდება. კარლო იყო ჩვენი ექიმი და წავიდა. აი წადი შენ. ოვამე. ეს მალე დამთავრდება. მალე გოხომში შენ სახე. მამა. აი წადი და ოვამე. გამაგდი ცოტა. მადლობა მამა. ოვამე. როგორც კი დამთავრდება, ეგრევე უნდა წავიდეთ. არა, მამა. ხო. აი, დიდი გზა ყოფილა. არა, მივალთ ახლა. აი, აქ არის. დაგაგვიანდა მამა. აი რა მამაო, არა შენი ბრალი. მაინც ვერ მიუსწრებდი. არა, შეიძლება მიმესწრო. ამ ფილმის გამო დამემართა ყველაფერი. ფილმის გამო, გესმის? შემეძლო მიმესწრო და მეზიარებინა. უზიარებელი წავიდა ვალიკო. იმიტომ რომ მე არ ავწე ერთი ადგილი და არ გავყევი ეგრევე. აი რა მამაო, როგორ აწევდი ერთ ადგილს და გავყვებოდი წმინდა ნაწილი, ხო უნდა წამოგვეღო. აი რა, გაჩუმდი რა. აი, გავჩუმდები, მაგრამ მაინც ვერ მოვასწრებდით მამაო. ხო, გთხოვე, გაჩუმდი მეთქი. აი, ხო. უფლის არწმუნა და სასურველის სოფელდაევის დამკვიდრებული მაშინა. ედვარდ. აი, მამა. წავედი ჩვენას მოხდა. მადლობა მამა. ასმოთ. მამაო, მე რამდენიმე დღე სახლში ვიქნები. რა თქმა უნდა. ლილი მითხრა მე დაგეხმარები და მე გავყიდი სანთლებს. მივხედავ რაღაცეებს ვაკ. თუ რა თქმა უნდა თქვენი კურთხევა იქნება. კი, კარგი იქნება. შენც ასე უფრო მშვიდად იქნები. რა თქმა უნდა, მამაო. მე აუხსნი ყველაფერს. ოღონდ პირველ საათზე წავა ხოლმე და 2 საათში დაბრუნდება. მუსიკას ასწავლის. კარგი ასმო. გმადლობ, მამაო. შეიძლება მოხდეს მე. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და აზიარება სული საწმინდისა იყავ თქვენ ყოველთა თანა. იცით რა მაინტერესებს? ის ცოდვები მამა ანდრიას რაც მოუღები, როგორც მონანიებული ისია ჩათვლილი თუ თქვენც უნდა მოგიყვეთ. დამცინით მამაო. არა.
არ დაგწინეთ, უბრალოდ გამეცინა ჩათრულზე. აჰა. თქვენი სახელი? კოჩა. კოჩა. რა თქმა უნდა, რაც მონანიებული გაქვთ და ახსარებაში გაქვთ, რა თქმა უნდა, იმის გამეორება არ არის აუცილებელი. თუ რა თქმა უნდა, ესე ვარ გაწუხებთ. არა, არ მაწუხებს. მაშინ ძველებს აღარ გავიხსენებ. კარგი, მაშინ გისმენთ. კონი არავის არ უყვარვარ, მამა. რატომ ფიქრობთ ასე? გრძნაობ? არა, გონიათ რა არის მაგის მიზეზი? არ ვიცი. არ ცხოვრობს ამ სოფელში მაინც და მაინც კარგი ხალხი, მამა. ასე რომ ვამბობთ. ასე არ ხდება. თქვენ თავში უნდა ეძებოთ მიზეზი. არაფერს ისაც მე არ ვაკეთებ. და იქნებ ზუსტად ეგ არის მიზეზი, რომ არაფერს ისეც არ აკეთებ. თქვენ გიყვართ თქვენი თანასოფლელები? არ ვიცი, მამა. ადამიანი სუსტია, გოჩა. მე სუსტი ვარ. მაგრამ სულ ვცდილობ ვაჯობო საკუთარ თავს და მგონი ხანდახან გამომდის კიდეც. აი გეტყვით. მე ცოლი გარდაცვლილი მყავს. დიდი ხანია მარტო ცხოვრობ. მეზობელი მყავს ერთი კაცი. თამაზი ქვია. იცნობთ მასთან. კინოთეატრში რო იკაჩებოდა. რამდენიმე თვის წინ ბავშვი ავად გაუხდა. მე ჩემ ეზოში ვარ და შეშას ვაკობ. ციოდა მაგ დროს. უნდა გადმოდეს ჩემ ეზოში ეს თამაზი და მეუბნება. დაგეხმარები შეშის დაჩეხვაში და რაღაც ნაძელი მომეციო. არ მაქვს საშუალება ვიყიდო. მე უპასუხე, რადგან შორიდან შემოვლა. პირდაპირ გეთქვა მაჩუქე ცოტა შეშე მიჭირსო. იმან მივასუხა ეგრე რომ მეთქვა, რას მომცემდი შენ. რატომ მეთქი? კითხე. ცოტა წაიწუწკებო და ემეთ. მე ნაჯახი მეუქმნი. ჩათლახი კაცი ხარო, მომაძახა და წავიდე. გამაბრაზა მამა. მე? ახსარებაში ამაზე რომ ვლაპარაკობთ. ესე იგი რაღაც გაწუხებთ რა. თქვით რომ არასდროს მოიქეცით. თქვენი აზრი მაინტერესებს. შეურაცხყოფა მომაყენა და რა უნდა მეკნა. ავე ისე მიცემდი. ტყუილა, უთხარი ეს და მაინც გამიბრაზდა. არაფერი არ გეთქვა და მიგეცათ ისე. არა ვიცი. მოგლეთ გოჩა. როცა ძალიან შეგაწუხებთ ეს ამბავი. მაშინ მოდით. ჯერ არ ხართ მზად. გაზაფხული მოდის მართოს სიკაკლუცი თაშხით მათროს რა კარგია უფალი შეგვეძიოს. შეგვეძიოს. გაზაფხული მაგერლობივა მამა, გადაიღე. ალმასია ლამაზი გემრიელია მამა. თუ იყო მაგარი? გემრიელია. ლილიმ გააკეთა. ლილი უკვე ჩაერთებდა სისახნეებში. ვცდილობ მამა. ძალიან გემრიელი ლობივა. რატო შეგაგეთ? კი. ქალების დამეხმარება. არ უნდა გაგეკეთებინა ასეთი გემრიელი. თუდად რა შენ საქმე. გორჩა, შენი გერძების გარშე არ დავეძებთ. მამაო, მე უნდა წავიდე. მაქსიმუმ 2 საათით. გაკვეთილებს ვერ გავაცდენ. გითხრათ ალბათ ასმათმა. დიდი ბოდიში მამაო. არა, რას ამბობ, ჩემო კარგო, პირიქით, ძალიან დიდი მადლობა ასე რომ გვეხმარები. წადი რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. შოთაშორის შენი ერთი მოწაფე ჩვენთან დადის. ამასთანავე ახსარება ჩამოვარა. მართლა?
რომელი? დავითი ქვია თუ არ ცდები. ცისფერთვალება ბიჭია. აუ, დათუნა. კი, კარგი ბავშვია. ისე მეც მინდა ხსარება ჩაგაბაროთ. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ვალიკო, ხო მამა. ხვალ მინდა რომ ბოსტანს მიხედო და წერვის მე არ დაგავიწყდეს დამეხმარე რა. აი მამა. დავიღალე დღეს რაღაც. არა, მერლინ მონრო რო ყავს მესანთლე და მზარეულით არ? ნუ დაიჩემე სულელივით ეს მერლინ მონრო. ლილი ქვია იმ ხალხს. ყავს და ისე რა. და გეყოფ არა ეს მერლინ მონრო. და სერიოზული ცოტა. აი მამა. დავსერიოზულდები მართლა და ნახავ მე როგორ მოიწყე. მე გამხიარულებ და თავს მიმხიარულებ თუ არა. ვიაროთ მაშინ მიყრუებულ სოფაში სერიოზულად. აი მართალი ხარ. იყავ ისეთი როგორიც ხარ. ხვალ რა ფილმი უნდა გავუშვათ მამა? არაფერი. რატო მამა ხალხი ელოდება? ხვალ არაფერი და ძალიან ხო არ დამიწყდა ხარ. რატო მამა? ძალიან დაღლილება. ხო, კაი, მესმის რატომაც. ხო, ძალიან კარგი. ისე მაინც რატო მამა? დავითი გარდაიცვალა შენ მეუღლე. გულით. უпростоრად პერსონდა. თან ძალიან ემოციური იყო. ლოთი იყო? არა, ლოთი არ იყო ალბათ. მაგრამ პერსონდა. გასაგებია. ლილი იმ დროს კინოთეატრში რაღაც თქვა შენზე. რა თქვა? ცუდი არაფერი. იხუმრა უბრალოდ. და ერთი კაცი გამოგესაჭლა. ამაზე ერქვა. ხო, ჩემი მაზლია. გასაგებია. ლილი, შენ არაფერს არ მეუბნები რა გაწუხებს. მე ვცდილობ აგალაპარაკო. ახსარებაზე ხარ. მაბადეთ მამაო, ხომ იცით პირველად ვერ ახსარებაზე. მოდა თუ რას გაწუხებს? ოღონდ მართლა თუ გაწუხებს? რაღაცები მაწუხებს მამაო. რაღაცებზე ლაპარაკი მერიდება. არა. არ უნდა მოგერიდეს. ეს ბოროტი ძალის გამოდის. ყოველთვის ხელს უშლის ადამიანს რომ მოინანიოს. ყველანაირი საშუალებებით. მე ცხოვრებაში არ გამიმართლა მამაო. რატომ ხდება ასე არ ვიცი. ან რა დავაშავე, ასეთი. რას გულისხმობ? მე ძალიან კარგი პიანისტი ვარ და აი აქ ვარ, სოფელში. მართლა კარგი პიანისტი ვარ. ჯერა ლილი. თან მერლინ მონროს გავარ. ჩემი ნახევარი გარეგნობის და მონაცემების მქონე სხვა ადამიანები უამრავ რამეს აღწევენ. მე ვერა. სულ მიშლიდნენ ხელს. სულ. მაგრამ ღმერთის სურჭი და მათ ვინც ხელი შემიშალა და ცუდი გამიკეთა. ყველა მოკვდა მამაო. რას ამბობ ლილი? კი. ყველა მოკვდა. არა ისე ნუ გამიგებთ თითქოს მათი სიკვდილი მინდოდა. არა ადამიანს ხადახან მოუვლის თავში მსგავსი ფიქრები. მეც ხშირად გამიფიქრია ვინმეზე მოკვდეს თქო. მაგრამ მალევე ამომიგდია თავიდან. მამაო ღმერთმა ყველა დასაჯა. ყველა. სისულელია ეს. ღმერთი ასე არჯეს. რა ვიცი. ასე კი მოხდა და. მოკლედ მე არ მიმსახურებდი ასე ცხოვრებას მამაო. რატომ ვერ მივიღე ვერაფერი? ვერ ჩვილი. მოიფიქრებ ასე. ლილი, შენ ახალგაზრდა ქალი ხარ. ჯანმრთელი, ლამაზი. ჩვენ არ ვიცით ღმერთი რატომ უშვებს სხვადასხვა რამეს, მაგრამ მადლობელი იყავი. ნუ საყვედურობ მოეც რა.
რა ვიცი, მამა. მამა ანდრეასზე ხომ არ ფიქრობ, რომ რამე ცუდი გაგიგეთა? ვერ გავიგე, მამა. რავი, არაფერი რა ვიცი. კიდე მეთხარი რა გაწუხებს? ისეთ რა არის? რაც ქმარი დამეღუპა, ყველა კაცი რაღაც აი თითქოს გამოსაყენებელ ხორცად აღმიქვამს ხოლოდ. უარს რო ვეტყვი, მერე მტრად გადამეკიდება ხოლმე. ყველა გადამემტერა. მე კიდე სიყვარულის გარეშე ფიზიკური კონტაქტი არ შემიძლია, მამაო. ო, მესმის. ეს არაფერი. რაღაც მინდა გითხრათ. აი ეს ბიჭი თქვენ რო ახსენეთ. აი ამ პატარა ბიჭისგანაც გრძნობ რაღაც არაჯანს ახს. რა? შეიძლება გავგეშდე. რა გავაკეთო არ ვიცი, მამაო. მამა არ ყავს. დედა ლოგინა და ჩავარდნილი, გაკვეთილებიდანაც ვერ ვუშვებ. ძალიან მიცოდება. ო. რა ხდება? მომიყვა რომ სახაზავს უთხოვ თითებზე. სახაზავს ურტყავ ხოლმე თითებზე. წესით საჯდომზე უნდა მოსცხო. ძალიან ცუდად ვარ, მამაო. რას აკეთებს ასეც? რას აკეთებს? ხან ვითამასე შემთხვევით დამადებს ხოლმე ხელს. უკაცრავად, მამაო. ხან როცა საჩვენებლად ვუკრავ, როგორ გითხრათ, მერიდება. ნუ გერიდება. ხომ არ გიხსენე უკვე ამ მორიდებაზე რა? მოკლედ, გრძნობ კი არა, უფრო პერიფერიული ხედვით ხედავ, რომ საჯდომზე მიყურებს ხოლმე. ხან კერძზე. და ყველაზე საშინელება ის არის, რომ შიგადაშიგ ხელს იკიდებს იქ. არ არის ეს კარგი. მაგრამ რთული ასაკი აქვს. მოგესმის არა, რაღაცნაირი მიდგომა უნდა ბავშვს. პატარაა ჯერ. ო, შევწდი. სახაზავი არ უნდა დამეტყო. ალბათ. დიდი შენ საკმაოდ ლამაზი ხალი ხარ. იმის თქმა მინდა რომ არ არის გასაკვირი მამაკაცებისგან ასეთი ყურადღება. პატარა ბიჭისგანაც. ამ ბიჭს აშკარად პრობლემები აქვს. კარგი, წაგიკითხავ შენდობის ლოცვას. თუმცა ფიქრობ, რომ უფრო კარგად უნდა მომზადებულიყავი აღსარებისთვის. დავარია შეგაწუხოს. აღსარებისთვის არ ვარ. ალე. თავიდახე. Follow me to channel, but there's other matters. აქ დააჭირეთ თითი, აი აქ, რა გჭირს? ვაჭერ, მამა. არა აჭერი, სადაც გეუბნები, აი აქ მეთქი, აი აქ, აი. ახლა? არა, შემიძლია ვისკეთებ რა. რატომ ავით, რომ ყველა სასულიერო პირი, რომელიც სოფელში ცხოვრობს, მას და მე ბოსტონში გამუშავდეს. მეთქმა რა უხდება, მამაოს. მიწას სასაქმიანობა. შეიძლება უხდება. მე მეზარება. რაგაცინებს? მაგარი მამაო ხარ შე. ყველაზე მაგარი მამაო ხარ. ნეტა ეჩე. ვალიკო. უი. ბერლინ მონდო? მამა გიორგი სახშია? კი. კი, სახში ვარ. უი, მერლინ მონდო? ამან მეგონი სხვა სახეები არ თითის. აუ, არა ბიჭო არ ვიცი. ბიჭო ვარ მე. კაი რა მამაო, გამოთქმა ასეთი. მომჩაგრავ რა. კაი ხო. რა ხდება ლილი, ხო შედობა? ისეთი არაფერი, მამაო. უბრალოდ ჩემამცივნა და წავალ რა სახში. თან ეკლესიაში ცივა და მე მგონი სიცხეც მაქვს.
კი, რა თქმა უნდა, წადე, ვალიკო მიხედავს სანთრებს. კი, მე მივხედავ. მადლობა, ვალიკო. უკაცრავად, მამაო. არა, პირიქით, დიდი მადლობა ასე რომ გვეხმარები. არა, მართლა გავს. მაგას კიდევ ერთხელ იტყვი. და გაიხდი კაბას. შეყვარებული ხარ კაცო? მე? აბა რა სიმეორებ, ერთი და იგივე დღე დაღამე. კაი, მამაო, აღარ ვიტყვი. გავიფიქრებ. ფიქრი ხო შეიძლება, ფიქრი. ავეთ. მოვიყვანე დავითი, მამა. ძალიან კარგი. მოდი დავით. ავალ მეზარი უნდა დავრეკო. კარგი, ვიყოთ ერთი 10 წუთში. აი. დედა როგორ არის? მე არის კარგი. ჩავარდნი. ვიცი. ვალიკოს გამოვატანე რაღაც დახმარება. ცოტა ფული. რაც შეგვეძლო. თქვენი მეზობლისთვის მიუწია ის ქალი უვლისო დავითის დედას. ხო, ძალიან უვლის. მადლობა, მამა. რატომ გთხოვე მოსვლა? რაღაც მინდა გითხრა. გახსოვს შენი მუსიკის მასწავლებლის შესახებ რომ მომიყევი? არა, უნდა დაიძაბო. ესე მაინტერესებს რაღაც. მან მითხრა რომ შენ თორმე საჯდომზე უყურებ. და მკერდზე. და კიდევ ხელს იგიდებ იქ. დავით, შენ არაჩვეულებრივი კარგი ბიჭი ხარ. სიცხულია. დედა შენი ცხნისაა ეს ქალი. უკვე აღარ იცის რაქნას. გაგვეთრინებს უნდა გაგაგდებს რა. თან დედა შენი ასე ავადა ხალხს უნდა რომ რაღაცით გაეხმაროს. და მსგავსამას ნუ არ გააკეთებ. ხო. არ იტყვი. შენ ხო კაცი ხარ. მე უბრალოდ რაღაც გთხოვე, მეტი არა. გინდა რომ წახვიდე? მე წავედი. დღეს ყოჩახ შენ. ძალიან დიდხანს არ გირეკია ზარი. როგორ დაგემართა? ვალიკო. რა ვიცი, მამა, ხომ თხოვე. ეძინება? აი? ჰიჩკოკი. ვალეს ვაჩვენოთ. მოეწონება და თან ცოტა შეეშინდებათ. მამაო, თქვენ ხართ? მე ვარ. ღამესეირნობა გიყვართ, მამაო.
კი. დავიფიქრე ნახავ მოვიკითხავ როგორ არის თქო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მამა გიორგი. კარგად გამოფხარ. გარეთ ხარ გამოსული. კი, უკეთვარ. ახლა გამოვედი. ჰაერზე უკეთესად გავხდი. თან არც ივა. ხო. არც ივა საერთოდ. მამა გიორგი, ჩაისი დაგპატიჟებთ. არა, მადლობა ლილი. წავალ რამდენიმე წუთში. უნდა ვილოცო. კარგი, მამა. იცი დავითი იყო ჩემთან მოსული. დავითი? ო, დავითი, შენ მოწაფე. ადრე დაკაცებული დავითი? ადრე დაკაცებული ოძახე და გიგას კლატიერით. უი? ძალიან ფრთხილად ვუთხარია, აღარ გააკეთო ასეთი სისულელეები მეთქი და ტირილი დაიწყო. ვერაფერი ვარ თქვა. და ესე ტირილი წავიდა. ვაი, შემეცოდა. დადო. არა ეს ცოტა ბიჭი. ოღონდ ცოტა მანიაკია. წავედი მე. კარგი, მამა. დიდი მადლობა. დილან შედავისა ასმა. რა ადრე მოსულ ხართ, მამა? დილან შედავისა. უკვე გამოხედე, ხო? კი, მამა, 2 დღე გავიდა. ხო. როგორ გაართო თავი ლილი? კარგად. ძალიან კარგად. კაია. ნერვიულობდი ცოტა. არა, მართლა ძალიან დაგვეხმარა. ასმათ. დიახ. სულ მინდოდა მეკითხა შენთვის. გისმენთ, მამა? რითი გარდაიცვალა მამა ანდრია? გულით, მამა. რამეზე ინერვიულა? საერთოდ გულთან მიქონდა ყველაფერი. Somewhere here I was born. სადღაც აქ დავიბადე. There I died. და აქ მოვკვდი. It was only a moment for you. შენთვის ეს მხოლოდ გაელობა იყო. You don't notice. ყურადღებაც არ მიექცია. მედელი. მაგარი კინო იყო მამაო. რანაირი ქალია. ხოლ წირვაზე მოდეთ ხალხო, თორე მარტო კინოში სიარულით არაფერი არ გამოვა. მოვალთ. ხო, ასმა. საღამოშვიდობისა, მამა. საღამოშვიდობისა. რა ვიცი, აი, საკურთხი მოვიტანე და სახლში გადავიხდი ყველაშიც. პრიანიკებიცაა შენთვის. მადლობ, მამა. ლილი როგორ არის ხმარიცი? არა, მამა. კაცებული იყო თითქოს და იფიქრე როგორ არის თქო. ძალიან დაგვეხმარა ეკლესიაში. კაცებდა. ხოდა შევწუხდი ცოტა. ой, არ ვიცი. ხვალ მოვიკითხავ. კარგი ასმათ. ხამეშვიდობისა, მამა. მერთან შედობა მოგწეს. წავიდეთ. ვალიკო. ვალიკო. ო, მამა. გძინავს? ხო, წავალ დავწვევი. თან დავიხარ. ხო, დაიძინე. წილნებისა, მამაო.
გამომშვიდობის. გამარჯობა. გამარჯობა. გამომშვიდობისა. გამარჯობა, мама. გამომშვიდობისა, ლილი. გონი უკვე ღამეა, мама. პრინციპში ხო. დავიღალე ცოტა. რაც ქარა მოდიოდი. შენი მაზლი თუ მე აქვე ცხოვრობს? ყოფილი მაზლი. ჩვენ თითქმის აღარ ურთიერთობთ. მისი ძმის სიკვდილს ცოტა მეც მაბრალებს მგონი. აჰა. დაჯექი, мама. სათევზაოდ ხომ არ მიდიხარ დამყამით. არა. შენთან მოვიდე. ჩემთან? არ გამოჩნდი და შევწუხდი. შეგომ ეკლესიაში გაცივდი, როცა გვეხმარებოდი. კარგი, ამას რა მნიშვნელობა აქვს? რაც ძალიან შევწუხდი და ეს მოგიტანე. ეს რა არის? ეს უებარი წამალია, რომელსაც დედა ჩემი აკეთებს. მეგობრებით გადმოეცა რეცეპტი. სასწავლო მოქმედი წამალია. დღეში სამჯერ თითო სოფლის სკოლას დალევ და შენი გაცილება გაქრება. დიდი მადლობა, мама. უკეთ ვარ. დავიცი. ხონდეს მაინც. მადლობა. არა, ამას დავლევ. თვად მორჩენილიც არ ვარ. როგორ შეწუხდით, мама? გონი შეგიყვარდით. მერლინ მონროს ბრალია ყველაფერი. გასამოფლები. მე ვდელი ვარ. არა, მე როგორც ადამიანი ისე ვიგულისხმებ. მერლინ მონრო შუაშია. მაპატიეთ, мама. რაღაც ისულელეები თქვი. ვბოდავ რაღაცას. რა გაუშავს? мама. ბოდიში ვიხდი წინასწარ, მაგრამ რაღაც მინდა გკითხოთ. გესმევდები. ბოდელი რატომ გახდით? მართლა მაინტერესებს. არ გინდათ ამაზე ლაპარაკი? რამე მოხდა? ვინმე მოკვდა? ცოლი? შვილი? მაპატიე, мама. ორი წლის იყო. გოგო. იმასაც კიდევ თმაქონდა. და ესეც ალბათ მერლინ მონროს დაემსგავსებოდა. მაპატიე, мама. რა როშს. და ცოლი? მე მონასტერში წავედი და მონაზონს ცოლი არ შეიძლება გავდეს, ხომ იცი? ხო.
ეხტევა დავით, ხომ მშვიდობაა? დედა როგორ არის? იმამა მშვიდობა. უკეთ არის დედა ცოტა. აბა რა მოიყონა ასე გვიან? რაღაც მინდა გითხრათ, მამა. რა შეუძლია? და აქ რატომ დადებული? არ ეყავი შესული ჭამდა. კი მამაო, დავიძახე რამდენჯერმე მამა უთქო და ვალიკო გამოვიდა ნამძინარევი. სასეირნოს წასულაო მითხრა თქვენზე. იმარა სახლში რატო არ შეგიბოდე ჯამა გადარებულმა? არა, წამოვედი და მერე გადავწყვეტი აქ დავაუდები მეთქი. აჰა. მოდი იქ დავждეთ. თუ არ გინდა რომ ვალიკომ გაიგოს. პატარაა სახლი მაინც, რა ვიცი. იმამაო, იქ ჯობია. არქშია? არა, მამაო. ჩაი დავლიოთ. პრიანიკი ხო გიყვარს? მე მაინც უნდა დავლიო. კაი. აი მაშინ მინდა მოვა. დავით, შენ ხომ გესმის, რომ ასეთ რამეს მოტყუება არ შეიძლება? ტირელი არ დაეწყო ახლა. არა, მამაო. მაშინ იმიტომ ამეტირა, რომ სიმართლე ვერ გითხარით. შემრცხვა. ახლა აღარ ვიტირებ. მობილური გაქვს? ხალხს რა უთხრა მამაო? დღეს აღსარებას მათ შევეღარებ. ხვალ თქვა უთხარი. კინო იქნება დღეს? დღეს არა. კაი მამა. და უთხარი იმ გადარევას გეყოფას არ ეწრება თქო. არ ესმის მამა. რამდენჯერ უთხარი ამდენს ნუ რეკავ მეთქი და არ ესმის. ამ დავითს ვუთხარი დღეს აღსარებას აღარ იბარებს მეთქი და საქმე მაქვს იცის მამაო. ლილი ლილი მობძანდი მამაო. ხომ მშვიდობა? სალაბარო მაქვს შენთან. მობძანდით. დაბრძანდით მამა. ჩაის ხომ არ ინებებთ? არა. კარგი. მოვალე ხავე.
მამაო, ნახე. ზუსტად ისეთი კაბა მაქვს მერლინის რომაცვია ფილმში. გუშინ დავამთავრე კერვა. კი, გავს. გავს? გავს კი არა ზუსტად ისეთია. თქვენ კაცი ხართ და ვერ ხვდებით. ლილი, თუ შეიძლება დაჯექი, სალაპარაკოთ მოვედი. ხო მშვიდობა? არ არის მშვიდობა, დაჯექი ძალიან გთხოვ. აი აქ ჩაწერილია შენი ხმა. დღეს მუსიკის გაკვეთილზე. აქ. დავითმა ჩაწერა ჩემი თხოვნით. რას ნიშნავს ჩემი ხმა ჩაწერილი? ძალიან თხოვნო შემაწყვეტინებისა და ძალიან ველა. კაი, მამა. მე ახლა ხას მოვუსმინე ამას. ძალიან სუდად ვარ. შენ ალბათ სულ გრძნობდი ჩემს დამოკიდებულებას შენ და მე. არა ესეც გუშინ რომ მითხარი. მაპატია მამაო, სისულელეები წამოვრაშე. ხო გთხოვე, ნუ შემაწყვეტინებ მეთქი. ბოდიში. სიმპათია გამიჩნდა ადამიანური. შეიძლება ცოტა ზედმეტიც კი. მოკლედ მე ამას მოვუსმინე. და უნდა გითხრა. მიუხედავად იმისა, რომ აღსარების გაცემის უფლება არ მაქვს. ამ შემთხვევაში ნამდვილად გავაკეთებ ამას. თუნდაც გამკვეთონ ეკლესიიდან. მე დავიცავ შენგან და შენერი ავადმყოფი ადამიანებისგან ამ საწყა ჩამოუყალიბებელ ბიჭს. ბავშვებს, რომლებსაც შენერმა ადამიანებმა შეიძლება საერთოდ დაუღრიონ ფსიქიკა. მე გავაკეთებ ამას იცოდე. და ყველა გაიგებს, რომ შენ პედოფილი ხარ. და ბავშვები უნდა მოგარიდონ. აი ამის გამინდა და. რას ამბობ, მამაო? გაგიჟდი მგონია. მე გავგიჟდი? აბა რა შვება ჩვენი კუტუშკები? შევამოწმოთ. აბა დათმნარდა კუტუშკები. გეშლება. ეს რა არის, მამაო? ვინ არის ეს? შენ ხარ ლილი. შენი ხმა რამდენიმე საათის წინ ჩაიწერა იმ საწყამო ბავშვმა. დათუნა, გეტკინება მეთქი. ვინ არის ეს, მამაო? ეს ჩემი ხმაა? რას ნიშნავს ჩემი ხმა? აბა ვისია? რა გჭირს? მამაო, რას ამბობ? რაზე ფიქრობ? შენ ხომ კარგი სმენა გაქვს, მამაო? ეს ჩემი ხმაა? აბა? მე რა ვიცი, მამაო. ეს ჩემზე როგორი ფიქრობ? გეტკინება მეთქი. ის საზიზღარი გარყვნილი ბიჭი გატყუებს. რას ნიშნავს მატყუებს? რატომ? დათუნა. მე რა ვიცი. იმიტომ რომ საძაგელი. დათუნა, გადგენი ცოდე. დათუნა. აბა მოეშვა. ეს ჩემი ხმა? აბა დამშვიდნენ. თორე მეჩვენება. სხვანაირი ხმა. კიდე გეშლება. იმიტერი ძალიან ხო დაწნარდი. დათუნა მეთქი. ლილი. აპატე მე დარწმუნებული ვიყავი. რაზე ფიქრობ? დღეს გაკვეთილიც არ ჩამიტარებია. რაღაც ვერ ვიყავი. დაწნარდი. არ იცი რომ აპატე ჩემი ბრალია ყველაფერი. მე არ დავაგვირდი. ეს ჩემზე როგორი ფიქრი, მამა გიორგი? დაწნარდი. ძალიან ცუდად ვარ, მამაო. დაწნარდი. მამა გიორგი. შეგიყვარდი
შენ ტყუილის თმა ხომ არ შეგიძლია, გიორგი? შეგიყვარდი ხო? კი. შეგიძლია ხო ეკლესიაც დატოვო ჩემი გულისთვის? მიპასუხე. მიშვალეთ ვინმე! თამას! მიშვალე! მიშვალე! გასაკეთებ ლილი. რა ხდება ლილი? დადოვდა ჩემზე. ვინ კაცო? მამა! დამესუდა მოკლეს. შეთოლახი ბიჭო. აიწი! ეს არის მდელი ბიჭო. აკრებოდა სამო. ლის გამოსულა. როგორ დაარტიში არა კაცო შენ. არ გცხვენია მამა. ეს დაიჭირეთ ეს მაიმუნი ესა. მოდი აქ. ერა შუაში ვარ კაცო. ერა ვიცოდი ასეთ მამაო თუ. აშვებ თომარ გაგიჟდი. მე გაიგე რა ხდება და მე იქნებ ნაჯახიში ახვარო შენ. ახვარო კი არა გაგიპობ თავს. კი იცი მაგის გამკეთებელი ვარ. დააბრალებდით რაღაცას. ამა ანდრიასაც თქვენ გაუხეთქეთ გული. წავედით მამაო. აიციეთ. მადლობა გოჩა. მე არ ჯერა მამაო, რასაც ეს ხალხი გაბრალებს. ვიცნობ მე ამათ. მეთეთ ხოლმე მოვშენთან. მითხარი. დავით ხომ იცი. ძისფერტოლება ბიჭი. დედა მოყავს ძალიან ავად. კი. ეს ხალი. ლილი. ცუდრომერს უგეთებს ამბავს. დაღუპავს ნამდვილად და დაეცავ თუ შეგიძლია. კარგი. მიხედა მაგას. პირობა მომეც. სიტყვას გაცლევ.
მაინც გიპოვე, მამა. აბა ახლა წაეთრე აქედან. აპატიე რა. წაეთრე მეთქი აქედან, ყველაზე საშინელო კაცო. საშინელი ვარ, მამა, მაგრამ აპატიე რა. აპატიე, მამა, რა. ძალიან შემეშინდა, მამა. ყველაზე მაგარი მამა ვახარ შენ. სხვა კი არ მაპატიებდა. ხო მაპატიე, მამაო. მამაო. მაპატიე. ვიცი მე. რა ცუდი ქალი იყო მამაო, რეები დაგაბრალა. და ხალხი გეხვეწები, გაჩვენდი რა. თავი მისკდება. შია შენ დაიმიდო. მაიცა. რიანეკი მაქვს შეჭამე რა. არ მინდა. კაი რა გული გამისკდება იცოდე გამომართვი რა. მადლობა მამა. ისე ეს ქალი კი არა ნამდვილი ალქაჯი იყო. ცუდი ძალისგან მოგზავნილს გავდა არა მამაო. ვალი, ხომ გთხოვე გაჩვენდი რა. კაი მამა. ნახე როგორ ინანო შენი წამოსვლა. არ მაინტერესებს. კი, მაგრამ იქ ხო იყო ხალხი, ვისაც ჭირდებოდი მამაო. არ უნდა წამოსულიყავი. არც ეგ არ მაინტერესებს. აუ. აღარაფერი აღარ გაინტერესებს მამაო. არა. რას ნიშნავს აღარაფერი აღარ გაინტერესებს? რაც გესმის იმას. ანუ აიცრუე გული ყველაფერზე? მამაო. ჩემადეყავი რა გთხოვ. კაი რა. საყვარელია ცხოვრება. საინტერესოა ძალიან, ხან ასე იქნება, ხან ისე. საყვარელი არა ის. ცდები. ბევრი საინტერესო რამე არის ისთვის აწყირს ცხოვრება. არა გონი. არის. მაინც? აი უამრავია მამაო. ერთი დაასახელე. გეტყვი. მიდი. მაგალითად მერლინ მონოს უძუები მამაო. რა. გაზაფხული მოდის მართოს სიკაკუცი ხაშხით მათროს რა კარგია გაზაფხული ალმასია Sauce shrebitzruli raturpa gazapkhuli
paschi